ესაც ეს მუსიკა იმსახურებს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გია კეკელიძემ და საგანმანათლებლო სააგენტო Cambridge Studies კავკასიის რეგიონალურმა წარმომადგენელმა დავით კბილაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმების საფუძველზე Cambridge Studies ეროვნული ბიბლიოთეკის ვიზიტორებს სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებისა და პროფესიული განვითარების კუთხით უსასყიდლოდ გაუწევს კონსულტაციას. ბრიტანული საგანმანათლებლო სააგენტო ბიბლიოთეკასთან ერთად უცხოელი სტუდენტების ქართული კულტურითა და საგანმანათლებლო სექტორით დაინტერესებასაც შეუწყობს ხელს. მემორანდუმის ხელმოწერას კემბრიჯიდან Cambridge Studies სათა ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ. Cambridge Studies არის დიდი ბრიტანეთის ქალაქ კემბრიჯში დაფუძნებული საგანმანათლებლო სააგენტო, რომელიც კავკასიის რეგიონიდან სტუდენტების გაგზავნას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უზრუნველყოფს. პირველი უდიდესი პლუსი, რაც ამ მემორანდუმს ახლავს თან არის ის, რომ ბიბლიოთეკაში მომსვლელ ადამიანებს საშუალება ექნებათ, რომ გაეცნონ უცხოეთში ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ და ასევე ისარგებლონ საგანმანათლებლო კონსულტაციებით. ჩვენი მთავარი მისია საზღვარგარეთ განათლების მიღების მსურველი ახალგაზრდების დახმარებაა. ჩვენ მათ მხარს დაუჭერთ სწავლების მთელ პერიოდში. ქართველ სტუდენტებში დიდ პოტენციალს ვხედავთ. მათ საზღვარგარეთ განათლების მიღების დიდი სურვილი ამოძრავებთ. ჩვენც სწორედ ამ სურვილის ასრულებაში დავეხმარებით. ერთობლივი ღონისძიებები ერთი მხრივ ხელს შეუწყობს თქვათ ინგლისური ენის პოპულარიზაციას და მისი კულტურის თქვათ მაღალ დონეზე აყვანას და მეორე მხრივ ჩვენ შევეცდებით რომ ჩვენი საზღვრების გაფართოების თვალსაზრისით უფრო მეტი ადამიანი მოვიზიდოთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.